სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა პაისიი აწმინდელის. ერთხელ ყოვლად ბრძენ სოლომონს სუსტად ერთნაირად ჩაცმული ბიჭები და გოგონები მიუყვანს, რომ ერთმანეთისაგან გაერჩია ისინი. სოლომონმა ისინი წყაროზე მიიყვანა და უბრძანა, პირი დაებანა. იმის მიხედვით თუ როგორ იბანდნენ ისინი, სოლომონმა გაარჩია ბიჭები და გოგონები. გოგონები ნაზად იბანდნენ თვალებს, ბიჭები კი თამამად ისხამდნენ წყალს და ლოყებზე ხელებს იტყაბულდნენ. დღეს კაცები იმდენად დაემსგავსნენ ქალებს, რომ მათში კაცების ამოცნობა ჭირს. ძველ დროში 50 მეტრზე შეიძლებოდა კაცისა და ქალის ერთმანეთისაგან გარჩევა. ახლა კი ახლოდანაც ვერ გაარჩევ. ვერ გაიგებ კაცია შენ წინ თუ ქალი. ამიტომაა რომ წინასწარმეტყველი ამბობს, მოვა დრო, ქალი და კაცი ერთმანეთისაგან არ დაირჩევიან. მამა არსენიმ ერთ გრძელთმიან ჭაბუკს კითხა, ბოლოს და ბოლოს გოგო ხარ თუ ბიჭი, თვითონ ვერი ამას ვერ მიხდა. ადრე წმინდა მთაზე ასეთებს კრეჭდნენ. იცით უკვე რამდენი გავკრიჭე? მე მათ ვკრეჭ ეზოში, საკურთხევლის კედელთან. ასეთი გრძელთმიანები რომ მოდიან ვეუბნები, რა კარგია, რამდენი ქაჩალი ახლობელი მყავს და შევყიდი, რომ პარიკებს გავუკეთებდი. სიყვარული გამოიჩინე და მომბა მომეცით გაკრიჭოთ. რა სიზამთ? იმ ხალს სიტყვა მივეცი. თანხმდებიან ისინი წმინდა მამაო? იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ეტყვი ამას. მე ხომ მათ ხვირილით არ მივარდები. რა სამარცხვინოა თქვენ პატივს არსენთ ამ წმინდა ადგილს, არამედ ვეტყვი. მისმინე ყვაწვინო, ამთ მითხომ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეურაცხყოფ. შენ რომ გენახა როგორ მიაჯიბიჯებს საპატიო ყარაულის მწყობში გვარდიელი ქალის რედიკულით. როგორ შეხედავდი ამას? მოუხდება გვარდიელს რედიკული? მოდით მები შევიკრიჭოთ და ვკრიჭავ. ახლა შემოიღეს მოდაში რომ თავზე თმებს იკრეჭენ და უკან კუც იტოვებენ. ეი არწივებო, რა აზრია ამ კუდებში? ვეკითხები, არწივები კი პასუხობენ, არწივებს იმათ ეძახის ფრთები როდეს. ეხლა შემოიღეს კიდე თემზე რაღაცებს უკეთებენ, ზოლებს ახატავენ, რაღაცებს ბავშვებს, იგივეა. ფრთებს გაიკეთებს თუ იმას რა უშუალოა. ჩვეულებრივ უნდა შეიკრიჭოს ადამიანმა თემი. არწივები კი პასუხობენ, კუც იმიტომ ვიტოვებთ, რომ ყურადღება მივიქციოთ. სასაული ხალხი ხართ, ვეუბნები კვლავ. ხალხს ახლა იმდენი საქმე აქვს და იმდენი პრობლემა, ფულიც რომ გადაუხადოთ ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევთ. სხვები კი ჯამრთელი ახმახები საყურეს ატარებენ. რამდენიმესთვის მომიხსნია ეს საყურები. ზოგიერთი წმინდა მამაო საყურეს ცხვირზე ატარებს. და არა მარტო ცხვირზე, სადაღარ უკეთია საყურე კაცმარიცის. და ნახეთ რას პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა რგოლი წამოაცვა მათ ცხვირზე. მარტო ლაგამი არ ჩანს. ნახეთ, ეშმაკმა გაუკეთავა. უბრალოდ თოქს ვერ ხედავთ, თორე ეს დაატარებს თავის შუაზე ესეთ ადამიანს ეშმაკი. ზოგიერთი კი მკერდზე მსხვილ ოქროს ჯაჭვებს ატარებს და რამდენიმე პირადაც. ერთ ასეც რა მოუწყე. მოხსენი მთელი ეს ჟღარუნები და უთხარი. ყველაფერი ან ვინმე ობოლს მიეცი, ან დედაშენს ჩააბარე, რომ რომელიმე ღარიბს დაეხმაროს. მეტნაკლებად ადამიანური სახე რომ მიიღო მეკითხება, ეხლა რა გავქნა მამა? არაფერი. რაიმე უბრალოდ ჯაჭვით დაიკიდე კისერზე ჯვარი. მარტო იფიქრე, მამაკაცები და ოქროს სამკაულებს ატარებენ. დგას შენ წინ და ოქროში ერთიანად ანათებს.
თანაც 2-3 ყელი ჯაჭვი უმშვენებს კისერს. პრინცესები არ ატარებდნენ ამდენ სამკაულს. დგას და წუწუნებს, რამდენი პრობლემა აქვს. პრობლემა კი სწორედ იმაშია, რომ მისი პრობლემა კი სწორედ ამაშია. მისი პრობლემა ეს ეპიდემია, რომელსაც ატარებს. ანუ ამდენი ჯაჭვი რო იყიდა და ოქროვით სამაში ხარჯავს ფულს და ამაშია პრობლემა. ეს კაცი კიდე ნერვიულობს პრობლემები. რომელსაც ატარებს. ზოგს თვითონ ხსნი ამ აკაზმულობას. ზოგიერთს კი ვეუბნები, რომ საკუთარი ხელით მოიხსნას, ადამიანებმა საზომი დაკარგეს და ისინი ბოლოს და ბოლოს სრულიად უვარგისნი გახდნენ. ზოგიერთი კისერზე დაკიდულ ზოდიაქოს ნიშას ატარებს. ერთს ვეუბნები, ეს რა არის, ამისთანა რამეს პირველად ხედავ. ეს პატარა მხეცი ჩემი ზოდიაქოა, პასუხობს იგი. მე თავდაპირველად მომეჩენა, რომ ღვთისმშობლის ხატი იყო. მას კი უთხარი, რა სიზამთ ეთყობა თვითონაც ზოოპარკის მხეცი ბრძანდებით, რადგან გულზე ზოდიაქოს აკარით. საოცარი ხალხია, შინაგანი უწესობა გარეგნულობაში წვინება. ვილოცოთ, რომ უფალმა დაიცვას ახალგაზრდობა და ცოტაოდენი საკვეთილი შემორჩეს მათში. ეხლა ეს რო შევაჯამოთ, მამა პაისის ეს ნათქვამი პირდაპირ გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ კაცს უნდა ქონდეს მოკლეთმა, არ უნდა ქონდეს დალალები, არ უნდა ეკიდოს ოქრო ვერცხლი, რამდენი ადამიანი მინახია, რომ ის ოქრო ვერცხლი რო ვინმეს მისცეს, ცხოვრებას მოეწყობს ის კაცი. ეს კიდე ატარებს. ნახეთ, აკარგად პრინცესები არ იპრანჭებოდნენ, მაგრამ ეს ახლა კაცები იპრანჭებოდნენ. საყურეები ვისაც უკეთიათ აღერა თქვა. ეს საყურე შმაკმა გაუკეთა. უბრალოდ თოკი არ ჩანს ორეთის დაყავს. და ბოლოს ზოდიაქოს ნიშანს ვატარებს, ეს ძალიან ბევრი ადამიანია, ჯვარს არ ეკეთებენ, არ ატარებენ. განსაკუთრებულად ქალები. და რაღაცები უკიდიათ. ნახეთ რა უთხრა, ეთყობა შენო ზოპარკში ცხოვრობ, ხეცი ხარ, შენ ცოტა ხეცი იმიტომ კიდია. ეხლა ესეთ რამეს რო ვიტყვით ხოლმე გაბრაზდებიან ხოლმე. ჩვენი სიტყვები ხო არა? წმინდანები ამბობენ, ჩვენ ვალდებულები ვართ წმინდანებს დაუჯეროთ და პატივით. წმინდა მამამ, როგორ მოვექცეთ ქალებს, რომლებიც მონასტერში შარლით მოდიან. არ აღნიშნულობა მონასტერს ტაძარს ეტეიქება. ისინი ხშირად ამბობენ, რომ შარვალი არამხოლოდ მოხერხებულია, უფრო მოკრძალებულიცაა, ვიდრე ზოგიერთი კაბა. ახლანდელი ქალები ან მინიკაბებს იცავენ, ან შარლებს. ამ ორიდან ერთ-ერთს ეჩვევენ. მაშინ, როცა ძოლათქმაში ამის შესახებ ნათქვამია გარკვევით და თანაც უკანასკნელი წვრილმანების გათვალისწინებით. ეს კანონია, მაგრამ იმის გარდა, რომ კანონია ამგვარი, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელი ჩაცვა ამავდროულად უხამსობაცაა. კაცები გაცილებით იშვიათად იცვევენ კაბებს, ვიდრე ქალები შარლებს. ქალები, რომელშიც მინდორში მუშაობენ, ამტკიცებენ, რომ შარლით გაცილებით უკეთ მოძრაობენ, ვიდრე კაბით. ეს ყველაფერი ტყუილი მიზეზებია. წმინდა მამაო, დედები ხშირად ამბობენ, რომ გოგონებს შარლებს იმიტომ აცვამენ, რომ ისინი არ გაცივდნენ. განასხვავ რაიმე არ შეიძლება მოიფიქრო. რა გრძელი წინდები არ არსებობს, ჩაიცვან და არ გაცივდებიან. ნებისმიერი მდგომარეობიდან იპოვი გამოსავალს, თუ ამის სურვილი გაქვს. წმინდა მამაო, როგორ მოვიქცეთ, როდესაც მონასტერში მოდის ოფიციალური პირი, მთავრობა და მათთან შარვლიანი ქალი ახლავს. თქვენ აუხსენით, კითხეთ, სურს თუ არა, რომ მათ გამო გამონაკლისი დაუშვათ. დაარღვიოთ მონასტრის წესი და მონასტერში უწესობა მოხდეს. აი ნახეთ რა კაცად ეუბნება, ამ კაცს უთხარიო, შენ გინდა ორო წესი დავარღვიოთ სამონასტრო. გინდა ორო შენ გამოუჟულოება ჩავედინოთ. წესით უნდა თქვას არ მინდა და ჩაიწვას კაბა.
თუ არ ჩაიცვას, უნდა უთხრა მიბრძანდეთ ეკლესიის გარეთ. და ნახეთ რა გააკეთა. ერთხელ წმინდა მამაო 30 მასწავლებელი მოვიდა შარლით და ისინი შემოუშვით. ძალიან ცუდი, ასე არ უნდა მოქცეულიყავთ. უნდა გეთქვათ უკაცრავად, ჩვენ მონასტერში ასეთი წესია. შარლვიანი ქალები არ დაიშვებიან. ისინი იგივენაირად წავდნენ სხვა სავანეში და როდესაც იქ არ შეუშვებენ, ითქვიან, აქა და აქ შესulis უფლება მუქცესო. თქვენ მათი კომპრომიტირება არ გსურდა და ანგარიში გაუწიეთ. ისინი კი ანგარიშს არ გაგიწევენ. დაკიდეთ კარზე ფირფიტა წარწერით. წმინდა წერილის შესაბამისი ტექსტით. შეკერეთ ქვედა კაბები და თავაზიანად შესთავაზეთ შარლიან ან მოკლე კაბიან მანგინოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან. აი ეგ მინდა გავჩერდე, ნახეთ. რას ფიქრობს მამა პაისი, რომ ქალი რო შავლით მოვიდა ეკლესიაში ან კაბით არ იცოდა და იმიტომ მოვიდა და წესი რო არ იცოდაო, ამიტომ ჩააცვიტო. აქ ჩვენთან რამდენი დადის, წლები დადის და აქ იცნობს კაბას. აი რამდენი ქალი დადის. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანმა თქვენი თავის დაიჭიროთ. მოხვალთ შარლით, მერე ჩაიცმევთ, შემოხვალთ ტაძარში, იგივე. ტაძარში რომ მოდიხარ, იმ დღეს მაინც ჩაიცვი კაბა. ამით ხო თაყვანის ემას გამოხატავ, შენი სალოცავის პატივის ემას გამოხატავ, ტაძარში მინდეგი ღმერთთან წარსდეგი და მოწესრიგებული მომძალე. წმინდა მამო, მაშინ როგორ მოიქცეთ, როდესაც შარლით უფროს კლასელი გოგოები მოდიან. არა მარტო ქალები, უფროს კლასელი გოგოები რა გავაკეთოთ? ჭიშკართან გაუმასპინძლეთ. ეს დააფიქრებთ მათ. თუ წინასწარ გაფრთხილებენ მოსვლას ვაპირებთო, ტელეფონზე უთხარით. თუ შეიძლება მასწავლებლები და მოსავლე გოგონები კაბებით მოდით. ამით ისინი გაიგებენ, რომ მონასტერს პატევი უნდა მოეპყრა, პატევით უნდა მოეპყრა. აქერი არ არის. სამრევლო ეკლესიის მდლებმა უნდა აუხსნან ქალებს, თუ რატომ არ შეიძლება შარვის დარება. მაგრამ ნახეთ, როგორ განჟიან ისინი. რატომ არა აქვთ ქალებს შარვის სიარული უფლება. ხოლო თუ ამა თუ იმ ტაძრის სხვა მრევლის ქალები მოვიდნენ შარვლით, თელმა რაიმე უნდა მოიფიქროს. ეკლესია დედა და არა დედინაცვალი. აი სხვა ტაძრიდან რომ მოვა და იქ რო აუშლია. აქ ისე უნდა მოიქცე, უნდა მიახვედრო, გული არ უნდა ადგინო, რომ მე თავის მოძღვარზე გადაიწყო განკითხვა, ის რატო არ მეუნება, თავის თავს კი არ დააბრალებს, მე მოძღვარს დააბრალებს. იმან არ მითხარ. ნახეთ, ეუბნება, ეკლესია დედინაცვალი კი არა, დედაა. და ისე უნდა მოეპყრათ, რომ ადამიანმა გაიგოს რასეულობა. წმინდა მამაო, იმასაც ბევრი ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრით ადამიანებს ეკლესიიდან აზევებთო, მაგასაც უგეუბნებიან. აბა რას პასუხობს? მაგრამ ძველ აღთქმაში ხომ არის ცნება, რომ რომლებიც ქალებს მამაკაცის ტანსაცმლის ტარებას უბრძოლებს. რაღა უნდათ? მაგრამ ხედავთ ისინი სხვაგვარად მსჯელობენ. რატომ არ შეიძლება ქალმა შარვალი ჩაიცვას? რატომ არ შეიძლება სამრევლო საბჭოში ათეისტები შევიდნენ ეკლესიაში? აქ ჩვენთან ეს მოკრიშლილია ჩვენ ეკლესიაში. საბერძნეთში არის შენარჩუნებელი ეკლესიას აქვს თავისი სამრევლო საბჭო. ამ სამრევლო საბჭოში არის მღვდელი, რა თქმა უნდა სხვა მღვდლების თუ არიან, მრევლის ის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემის იმსახურებენ თავიანთი მოღვაწეობის გამო, დიდი ხანი ადიან, ძალიან სულიერად ცხოვრობენ და ისინი განაგებენ ეკლესიას. და ნახეთ რა შეუნება. ამ საებროვნო საბჭოში როგორც მოვლენების მოვიყვანოთ ახლა ჩვენ. ხო არ ხდებაო კარგი. ამიტომ შარვალი არ უნდა იაროს ქალმო და ნახეთ რა მოყვება რო ეკლესიაში მოიყვანო საბჭოში სხვა ხალხი. აი თქვენ ხანდახან მოგდით ხოლმე. არავის არ გეწყინოთ. ეკლესიაში მოხვათ და თქვენი წესები შემოტანა გინდათ ხოლმე. ახაცებს იგონით. ასე როგორც იყო ისე უნდა გააკეთო ყველაფერი. ახალი მოსული რო ხარ, იქ რო ხალხი დაკვდა 20 წელი დადის, იმათ პატივით უნდა მოეპყრა. იმათ ვერ მოწიწება უნდა გქონდეს, უნდა მოიკითხო როგორ ბრძანდები, როგორ ახარ. მე რო გავაწლები შენს რო იქნები 20 წლის მრევლი. პატარა ბავშვები რომ მოვლენ, ისე თბილად მოგექცევი და გაგიკვირდება. იცი რატომ მოგექცენ, რომ შენ სხვებს ექცეოდე თბილად. სახარებაში ხო წერია, როგორც გინდა მოგექცნე, ისე უნდა მოიქცე სხვებსო.
რატომ არ შეიძლება სამრევლო საბჭოში ათეისტები შემოვიდნენ? ეკლესია და ხალხი ხომ ერთია, გვეტყვიან ისინი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ეკლესიის ბედი უღმრთელებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ტაძრებს ბიბლიოთეკებად, საწყობებად და მსგავს რამეებად გადააქცევენ. და რას გვეტყვით ამაზე? არ იყო ესე? შეიკრიბებოდა სოფლის საბჭო, ეს ტაძარი უნდა იყოს თეატრი. აქ უნდა იყოს ბოსემი, აქ უნდა იყოს აბანო. ხო გვახსოვს ახლა ის დიდები ვართ. რა ხდებოდა? ტაძრები როგორ ინგრეოდა? იმიტომ რომ იქი წესებს აღარ ასრულებდნენ. ერთ-ერთი წესი ტაძარში არის ქალს უნდა ეწოს ისე როგორც საჭირო. მონასტერში შიშველი ტურისტები არავის ჭირდება. არანაირი გამართლება არ არის, რომ ტურიზმისგან შემოსულ ფულს მონასტრები ღატაკთა ჩაცმა დახურვას ახმარებენ. ეხლა აქ მინდა გავჩერდე. აი ჩვენ ეკლესიებში რო წახვალ, დღესაც ხომ მივდეთ მოსალოცად. ვიღაცები შემოვლენ. რაჯიშისები არიან კაცმარაც. ტასაცმელი არაც. თავშალი არ ახუროთ. რასაც უნდა იმას აკეთებენ. და გვეუბნებიან ტურიზმი, კაცო. მაგეთ რას ამბობს? ეგ ფული არ აღჭირდება. ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარი იმასაც იტყვის, რომ შემოვიდეო და ფული დაგჭაო აქო. ამითო ღარიბებს ტასაცმელი უკიდეთ თუ ტყუილიო. ეს მაცტურის მახია, რომელიც ცდილობს ვერები საფრთხო მადლისაგან გააუცხოოს და ერის ადამიანებად აქციოს. პირიქით, სოფლისაგან ჭეშმარიტი განშორება, რომელიც ქრისტეს სახელისათვის აღესრულება, ვერ სათნოებებით ამდიდრებს. წმინდა მამაო, სტომიონის მონასტერში იძულებული გახდით, რომ ტურისტებისათვის შესაბამისი განცხადებით მიგემართეთ. ეხლა დაგეთ რა საოცარ რამეს ეუბნება. დიახ, მე გამოვფინე დაფა განცხადებით. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს მონასტრის შესასვლელთან ეკიდა. ხოლო მანამდე 2 წუთით სავალზე 2 დაფა იყო. ერთზე ეწერა: შეუფერებელ ტანსაჭმელში ცაცმულები მიბრძანდით მდინარეზე. აქვე იყო ის არის, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: შესაფერისა ჩაცმულები წმინდა სამონისაკენ. აქაც ის არის უჩვენებდა გზას მონასტრისაკენ. ხო კარგი წარწერებია. ეხლა ჩვენ აქ კარებზე უნდა გავაკეთოთ ერთი ნიშანი, წესით. შეუფერებლად ცაცმულები წადი ზღვაზე და ავრენ ზღვაზე. ის არის და გავაკეთოთ. ნორმალურად ჩაცმულები შეუბრძანდით სამონიში. ეს ხო ჩვენი მოგონილი არ იქნება, აი მამები როგორ იწეოდნენ. კაცი მიხვდეს. წმინდა მამაო, ჩვენ რა გავქნათ? წლის ამ დროს ძალიან ბევრი ქალი სამონეში მოშიშვლებული ზურგით შემოდის. ეხლა ზურგით მოშიშვლებული კი არა, ვერ იტყვი როგორ დადია. ნახეთ რა შეუნება. შეუკერეთ მოსასხამები, რომ ზურგი დაიფარო. ამით ისინი მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მოვიდნენ. ქალი რო შემოდის, მოკრძალებულად რო შემოვა, ის გამოხატავს პატივისცემას იმ სიწმინდისა, რასთანაც მოვიდა. არ შეიძლება ის ეცვეს, რომ ადამიანს აპყრობდეს. რა უსახურობამდე მივიდნენ დღეს ადამიანები. თანამედროვე ქალები ქიმიურად იხმევენ თმას და ყალყზე იყენებენ თითქოს გაუკრახმალებიათ. ან რას უნიუდით, ალერგია დაგეწყება. როდესაც ერის ქალს ვხედავ, ერურ შესამოსლის, ერურ სულს რომ აფქვევს, საოცარ სიტყვებს ამბობს, ზიზღი მიჩნდება. განა იმ ადამიანის, ზოგმა შეიძლება სხვანაირად გაიგოს, აი მდგომარეობის, რომ ადამიანის უნაო რაღაცები დაისხა, თვემი დაიყენა, რაღაც ასაულები იქნა და ტაძარში მოვიდა. გაუბედურე კუთხეში. გავიგე რომ ერთი ქალბატონი გერმანიაში კოსმეტოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა. როცა ვკითხე ეს კოსმეტოლოგობა რაღა არის, მეთქი მიპასუხა. კოსმეტოლოგი მოხუც ახალგაზრდებად აქცევს. გამახსენდა რომ ნახე ერთი ახალგაზრდა ბებრუხუნა.
შუბზე ჰორიზონტალური ნაჭრილობებით. როცა ვკითხე ამ საწოდავს რა დაემართა, მეთქი მიპასუხეს, არაფერი, ოპერაცია გაიკეთა, რომ სახის კანი დაეჭიმა და ნაოჭები გაიქნა. მე კი მეგონა, რომ საწოდავი დედაბერი ავარიაში მოხდა და ქირურგიული ოპერაცია დაშინა. სადამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები. დღეს მინდა მამაო კოსმეტიკას ცუდად აღარ თვლია. კი ამას უკვე მივხვდი. ამას წინათ ერთ ნაცნობ ქალს შევხვდი. ადრე ანგელოს გავდა. ახლა კი ისე იყო შეთითხნილი, ვეღარ ვიცანი და ვუთხარ. ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ერთი შეცდომა დაუშვა. რატო მამაო გაუკვირდა მას? იმიტომ რომ თვალები არ ჩაგილუჯა. ეს იყო მისი შეცდომა. სხვა ადამიანები ლამაზად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ანგარიში აერია. ნუ თუ შენ თვითონ ვერ ხვდები შესაბრალო, რომ ამ კოსმეტიკით მხოლოდ იმახინჯებ თავს. ეს იგივეა ბიზანტიური ხატი აიღო, ადგილ-ადგილ საღებავებით მოთხოვო, შეღებო და გააფუჭო. განა შეიძლება ღვთის ხატება საკუთარი თავი საცხით ითხრიბო. წარმოიდგინე, რომ ხატვარმა მშვენიერი სურათი შექმნა. მერე ფერწერაში სრულიად უვიცი ადამიანი მოვიღო, აიღო ფუნჯი და სურათი ულაზათო ფერებით აავსო. ანუ მან ხელოვნების ნიმუში დაამახინჯა. შენ სწორედ ამას აკეთებ. ამ კოსმეტიკით თითქოს ღვთისათვის გეთქვავს. შენ ღმერთო ცუდად შემხმენი, მე გაგისურვებ შეცდომას. მახსოვს კიდევ ერთი ქალი, ის შემთან გრძელი შევარდენივით წითელი ფრჩხილებით მოვიდა და დამიწყო თხოვნა. შენი შვილი მძიმე დაავადა, ილოცე მამო. მე ვლოცულობ, მაგრამ რას ვლოცულობ, შევაწყვეტინე მე. მაგ ფრჩხილებით ქრისტეს ჭრილობებს უმრავლებ. ბავშვი რომ განიკირნოს, ჯერ ფრჩხილები დაიჭერი და შენი შვილი ჯანმრთელობისათვის ეს მაინც გააკეთე. დაიმოკლე ფრჩხილები და საღებავი გაიცალე. თეთრი ლაკით რო შევიღებო შეიძლება მამაო? საოცარი ამბავია. მე ვეუბნები, მოიჭერი და საღებავებისაგან გაიწმინდე ფრჩხილები. ეს უნიშნელობს ხერხული მაინც გაიღე შენი შვილი ჯანმრთელობისათვის. რას გავს ეს საჭირო რომ ყოფილიყო ღმერთი ხომ წითელი ფრჩხილებით გაგაჩენდა. ესე იგი შეიძლება რომ თეთრი ლაკი ვიხმარო მამაო? აკი ვიფიქრე, ელოდეთ გამოჯანმრთელებას შენ და შენი შვილი. ნახეთ რა კაცი რაღაც უთხრა? არ მორჩება შენი შვილები. ვიში არ უთხრა, მაგრამ მიხვდა რომ არ მორჩებოდა. იმიტომ რომ შვილის გამო ფრჩხილები არ მოიჭრა. კაცი უხსნის რომ ფრჩხილები მოიჭერი და შენი შვილი გამოჯანმრთელდება. რაღაცა გააკეთე შენი შვილისთვის. ეს ეუბნება თეთრი ლაკი რო წავისო შეიძლებაო? ერთხელ, ორჯერ და თქვა რომ ამას აფერი არ შვილები. იმიტომ რომ შვილისთვის ფრჩხილები ვერ დადო. მშობლები შვილებს სულიერ გაციებას შვილების სულიერ გაციებას დედები უწყობენ ხელს. როდესაც არ თვითონ იცვამენ მოკრძალებულად და იმასაც ცდილობენ რომ გაკორტრონ შვილები და ყოველგვარი კრძალვა დააკარგინონ. ვიღაც შეიძლება ან ძალიან ლამაზი იყოს, ან რაიმე ნაკლიც ჰქონდეს. ღმერთმა იცის რომ ეს მას სულიერად დაეხმარება. აი რატო აქ ადამიანს ნაკლე ხალი აქვს, ცოტა დიდი თავის შუაში დიდი ცხვირი აქვს, რაღაც არ მოწონს, დრელი თვალები აქვს, წარბები გაერთიანებული აქვს, აი კუტავს სწავლობს. ნახეთ რას ამბობს. ღმერთმა ეს ხო იცის, მაგრამ ეს მას სულიერად ეხმარება. ღმერთი ხო უფრო სულზე ზრუნავს და არა სხეულზე. ყველა ჩვენგანს აქვს ღირსებები, მაგრამ მცირედი ნაკლიც. ეს ჯვარი კი არ არის ჩვენთვის არამედ უბრალოდ ვირთი. ეს სულის ხონებაში დაგვეხმარება. ესეც საკმარისია, რაც ავიკითხეთ. აქედან მე ვფიქრობ, ადამიანს შეუძლია ბევრი რამე ისწავლოს. ქალმაც და კაცმაც. მემეც აღარაფერს დავამატებ. ეს საქართველოში მამაპაისი თემა საქართველოს გაიცნო და ყველა უჯერებს და დაუჯერებ. ახლა მარტივი რაღაცები გითხრა.
ცოტა ადამიანებს დავემსგავსოთ, პატარა შენიშვნები მოგცა მააპაისმა. მეც გავითვალისწინებთ, თქვენც გაითვალისწინებთ. თქვენ შვილებსაც გაათვალისწინებთ, თქვენ ახლობლებსაც უთხრით, რომ ისე მოვიქცეთ როგორც წმინდა მამაყურებმა. ამინ.